მოხუცო, ხან იმას გვეუბნები, რომ ქალებს მენტალურად ძლიერი მამაკაცები მოსწონთო. ხან იმას გვეუბნები, რომ ქალებს ცუდი ბიჭები მოსწონთო. ვერაფერი ვერ გავიგე. ბოლო რა მოსწონთ ქალებს. გუშინ YouTube-ზე ავტვირთე 9 საათიანი ვიდეო ლექცია, რის შემდეგაც ბევრი მსგავსი მესიჯი მომივიდა WhatsApp-ზე. ბოლო ვიდეოში ვამბობ, რომ როდესაც ქალი გეუბნება, რომ კეთილი და სანდო მამაკაცი მინდაო და მათ შორის ჩემი ვიდეოების ქვეშაც ჭკვიანურ კომენტარებს რომ წერს, მაგ დროს მისი ტვინის პრეფრონტალური ქერქი მუშაობს, ხოლო პარტნიორის შერჩევის დროს მისი ლიმბური სისტემა მუშაობს. ზუსტად ამიტომ ქალმა შეიძლება ილაპარაკოს აბსოლუტურად ყველაფერი და მის ლაპარაკს კი არ უნდა უსმინო. არამედ მის წარსულში უნდა ჩაიხედო, ფაქტები უნდა გაიგო და გაანალიზო. როგორი ტიპის მამაკაცთან ჰქონდა მას ურთიერთობა წარსულში. აი ამაში რომ გაერკვევი, შემდეგ გეცოდინება მისი რეალური ემოციური დაკვეთები. ხოლო ცუდი ბიჭი, ქალის ლიმბური სისტემისთვის აღიქმება როგორც მენტალურად ძლიერი მამაკაცი. ანუ ქალი თავისივე ნებით, თავისივე თავს იტყუებს, ხოლო სხვაობა ცუდ ბიჭსა და მენტალურად ძლიერ მამაკაცს შორის არის ურთიერთობის ფინალში. ანუ ცუდ ბიჭებთან ცუდად ამთავრებენ და სულ რომ ნეირობიოლოგიის და ბიოქიმიის სამსამი დიპლომი ედოს ქალს, ის მაინც მისი ლიმბური სისტემიდან გამომდინარე აკეთებს არჩევანს. შესაბამისად ქალის ინტელექტს დიდად მიაქცევთ ყურადღებას და შენ, სულ რომ თეორიულად გაერკვა ყველაფერში და ვიციო იძახო. პრაქტიკაში ვერც ცუდი ბიჭის და ვერც მენტალურად ძლიერი მამაკაცის იმიტირებას ვერ შეძლებ გრძელვადიან პერსპექტივაში და ყველაფერი თავზე ჩამოგენგრევა. ზოგადად უმეტესობა თქვენგანი, რაზეც მე ვსაუბრობ, მოკლევადიან პერსპექტივაში განიხილავს. მე კი ბევრი წლის პროგნოზებზე გესაუბრებით და ის, რასაც მე გთავაზობ, არ არის ფართო აუდიტორიისთვის, რადგან სწორი მიმართულებით ტრანსფორმაცია უცებ და მარტივად არ ხდება. შეეგუეთ იმას, რომ მოგიწევთ ბევრი დროის და ენერგიის დახარჯვა დღეს და ახლა იმისთვის, რომ მომავალში მშვიდად და წყნარად იცხოვროთ. ხოლო მაგ ტრანსფორმაციის პროცესში დაგეხმარებათ დახურული ვიდეო კურსები, კატალოგის ბმული ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.